სალამი ჩემოკარგებო, როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით. ახლა დავჯექი ციცაკები უნდა დავჭრა და ბულგარულები უნდა გავატარო ხორცაკებ მანქანაში ესე ძოლებად ვჭრი რომ იოლად გაიტანოს. მე მაქვს პატარა ხორცაკები მანქანაში, შესაბამისად ყელი და ესა თავი ზემოდან ჯამით ვიწრო აქვს და ესე მიწევს პატარებად დაჭრა. ხო და ჩემო კარგებო, სად ვიყავი ახლა ეს დღეები, რატო არ გამოვჩინდი? აგვიგრივდა ჩემო კარგებო, იმდენად რომ წინდები გვაცვია, საბნები დავიფარეთ, ღამე ფანჯრებს ვკეტავთ. თუმცა როგორც ხედავთ, მე ჯერ კიდევ არ მინდა ეს ჩათბუნვა და ძალიან კარგად გძნობ ესე შორტებში თავს. როცა მოძრაობ, სასიამოვნოა და მე არა ვარ მცივანა, პირიქით. ჩემი მეგობარი ჩამოვიდა გერმანიიდან, ჩემი მეგობრის მეუღლე. უმეტესად ერთად ვართ. გუშინ ღვთისმშობლობას გილოცავთ დაგვიანებით, გუშინ ამ დღესასწაულზე და ეს დღესასწაული აი აქ ქართლში, ჩემს გარშემო სოფლებში, ხაშურის რაიონში, ქარელის რაიონში განსაკუთრებულად აღინიშნება, იმიტომ რომ თითქმის ყველა მასში სოფელში არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ხო და ეს 21 სექტემბერი განსაკუთრებულად აღინიშნება დღეობაა ხოლმე. სოფლის დღეობას ეძახიან მაგას. ხო და არ გავითვალისწინეთ ეს ამბავი და გვინდოდა წასვლა გორში ოსურ ხაბისგინებზე წასა ქეიფებლად. დავრეკეთ გასვლამდე, რომ იქ არ ველოდოთ, ახლა რა უნდა აქედან აგარამდე მანქანით უნდა 25 წუთი და დავრეკეთ, რომ დაგვახვედრონო და გვითხრეს, რომ მე არაო, დღესო არაფრით არ გამოვაო. საღამოს საათებში დარეკეთო, 6-ის მერეო და იქნება იყოსო. ახლა 3 საათზე გავდიოდით და 6-ის მერე ან იქნება ან არა, ეგ არ გვაწყობდა. ავდექით და წავედით ხაშურისკენ, იქ არის ერთი ძალიან სუფთა და ლამაზი რესტორანი, ქვია სახელად პონტიკო. რატო ქვია პონტიკო, არ ვიცი, ან კაი პონტია და ან პონტოს პატივსაცემად, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ჩვენმა ახლობელმა დედას გადაუხადა იქ 90 წლის თავი და ინტერიერიც ლამაზიაო, ძალიან გემრიელიაო და წამოდი იქ ავიდეთო, ხინკალი აქვთ კარგიო. ავედით მართლაც ძალიან ბევრი ხალხი იყო. ჩვენ არჩევს ვართ შენობაში, ეზოშიც აქვთ მაგიდები და მიუხედავად იმისა, რომ ნიავი იყო, გარეთ გვერდშიბნა, მზე იყო, ლამაზი მთები გარშემო ბუნება. ეს არის თლახაშური კი არ არის, ტეზერია ფაქტიურად რა, ტეზერს უყურებდით, ტეზერის ფერდობს. ხო და დავსხედით 1.5 საათში, ჩვენ მარტო ხინკალი გვინდოდა, მოგვართვეს ეს ხინკალი. ხო და სანამ ველოდებოდით, ეზოს ლამაზად არის გაფორმებული, ვიცინოდით ესო აქაური სტოუნჰენჯიაო, დიდი ქვები იდევს და ხედავ ამ ქვებთან ქალები მხიარულ ხასიათზე სურათებს იღებენ, პოზა, ბევრნი, თითო, ცოტა, რა ვიცი მე ერთი ქალი მეცნო, მე მგონი ეს ის არის მეთქი. მორჩინა სურათების გადაღებას მეთქი და მივალ აუცილებლად მოვიკითხავ მეთქი, ქვიშხეთელი ჩვენი მეზობელი, მას კამერას ვაყ. ხო და გავიხედე კაცო, იმის გვერდზე იმის ერთძალია, იმის გვერდზე ჩემი მეორე მეზობელი, გადავხედე ყველანი 1-20 ქალბატონი, სხვადასხვა ასაკის ჩვენი უბნელები, ადგილობრივები, რომელთა თვალწინ ვარ გაზრდილი და რომელთან ერთად ვარ გაზრდილი, რომლებთან ერთადაც ვარ გაზრდილი და ზოგი ჩემი ასაკის არის, ზოგი ჩემი პატარაა, ზოგი დედაჩემის, თითქმის დედაჩემის ტოლია და ასე შემდეგ და გაგიჟდნენ ისინი, გავგიჟდი ჩვენც რაღაცა მესიჯი მოვიდა, თემუდან მოვიდა მესიჯი, რაც ხა ფასდაკლებას პირდება თემუ და მე ერთხელაც ვერ ვისარგებლე მაგიმითი ფასდაკლებით, რა ფასს ეწერა, იმ ფასად ტყიდულობთ, ვიწერთ, რა ვიცი. ზოგმა იცის ეს ფასდაკლება როგორ გამოიყენოს, რომ მოსდის ხოლმე მესიჯები, მე არ ვიცი.
ხო და ასე ჩემო კარგებო, აი ესე იმათი ვიდეოც გადავიღე, დედას ვაჩვენებ, მეთქი დედა მოიკითხეს, ყველანი გადავკოცნე, გადმოვკოცნე, ისინი იყვნენ ერთ-ერთი ქალბატონის, თბილისელი ქალბატონის, რომელიც მათთან გმურად ისვენებდა და ძალიან დამეგობრდნენ. იმისი დაბადების დღე იყო, შვილს ჩამოუყვანია, გოგოები შეუკრეფია და იქვე ხაშურში იბრძანებულან. ჩვენც მივირთვით ხინკალი, დავემშვიდობეთ და წამოვედით. წამოვედით, გადავწყვიტეთ, რომ შემოვლითი გზით გამოვსულიყავით, ხაშურის შესასვლელი არის ძალიან გადათხილ-გადმოთხრილი და ტალახიანი და მოდიო შემოუაროთ და ესე სურამზე გადავიარეთ ტყე-ტყე და ისეთი ლამაზი ბუნება იყო, TikTok-ში შორტიც დავდე. პატარა ხო და ჯერჯერობით არ არის ტყე შემოდგომის, ჯერჯერობით არ არის ტყე ჭრელი და ყვითელი, ჯერჯერობით ისევ მწვანეა. ძალიან ლამაზია, მიყვარს ის სურამის მხარე არის არაჩვეულებრივი. რომელი გვაქვს საქართველოში ცუდ? აი ასე მოვედით დღეს, სახში ჯდომის დღე გქონდა. მე და ჩემი მეგობრის მეუღლე მომაკითხა. დღეს გოგოები ვიყავით მარტო სახში. დავსხედით ერთად, გავარჩიეთ ლობიო, ეს ორმა ქალმა, თან კაკანებდით. ბულგარული ციცაკა, ეს კიდევ ბულგარული ციცაკა იყიდა დედამ, ეს ისევ დედამ მიყიდა. მოვიდაო, რა ვიცი ის კაციო, მობილური ბაზარი რო აქ დედას მოვიდაო და კაი ბულგარული ქონდა და კაი ფასათო და ორ ლარად თუ გაინტერესებთ რა ღირს ჩვენთან ესე ჩამოტარებით ბულგარული, ღირს 2 ლარი. ნარჩევზე ნარჩევი საუკეთესო ესეთი მოგრძო ხორციანი ბულგარული. ერთი გადასაგდები არ ყოფილა და დედამ მეც გამომატანა ერთი ჩანთა. ორი ნაბიჯის ჩანთა გამომატანა, უცებ, სულ უცებ გამოვშიგნეთ თესლები და კუჭები გამოვაცალეთ და აი ხლა უნდა გადავატარო. რა ვიცი, ვისადილეთ ერთად. ჩანაფიქრში მე უნდა შემეღება თმა. მაგრამ მე ვთხარ გეხოცები დღეს არ გინდა. იცით, სიმართლე რო გითხრათ, მე ესეთი პრობლემატური თმა რომ აქვს და ესეთ გასქელებაზე რომ ვმუშაობ და რაღაცებს რო ვისმევ და რაღაცა პრეპარატებს რო ვიღებ და მუდმივად რო ვაკონტროლებ ამას ექიმებთან, შეღებვისას მირჩევნია რომ თავი მქონდეს დასაპანი, ანუ უფრო მეტად ცხიმიანი, საღებავი უფრო ისეთია რა, როგორ გითხრათ, ნაკლებ მავნებელი და მოთხარ ერთი დღეც ხო და კაიო. ხვალ ერთად მივდივართ ქარელში. ხო იცით, რუსებს რო აქვს ნათქვამი, რომ за компанию жить повесился. მე ვთხარი თავი ვერ მოვაბი და ერთად წავიდეთ მეთქი, ხვალ მათ საქმე აქვს ქარელში და მეც წამოვა მე ვთხარი და ამ ახალ ბინაში ძველ პატრონზე წერია, ძველი პატრონის სახელზე წერია გაზი, დენი, წყალი, კომუნალურები მოკლედ და ჩემს სახელზე მინდა გადავიფორმო, ჩემი ტელეფონის ნომერი მინდა ჩავეწერინო, რომ ჩვენთან მოვიდეს SMS-ები. თორე ტასიკოს ინტერნეტში ეძებს ხოლმე და არ და კარგია SMS-ი რომ მოდის რა, შეხსენებაა. ხო და ასევე გაზის კანტორაში სოკარი გვაქვს. სოკარია აქ. გაზის კანტორაში უნდა ვიკითხო ხელოსნებით თუ ყავთ აქ სამზარეულოდან გამათბობლამდე იატაკშია გატარებული მილი, გაზის მილი და უნდა იყოს გარედან, აივნიდან უნდა შემოდიოდეს და აი როგორ შემოვატარო, არ ვიცი, მეხუთე სართულზე ხელოსნების ნომრები მომცენ რომ დავრეკო და ეხა შედუღებას, ანუ სვარკას ბევრი აკეთებს, მაგრამ მეხუთე სართულზე ასვლა ხო გინდა და მაგათ რაღაცა სპეციალური ისინი აქვს, კანონები აქვს რა და მირჩევნია რომ იმათმა სპეციალისტმა გააკეთოს, რომ კიდე ხელახლა გასაკეთებელი არ გამიხდეს. ახალ წლამდე კიდევ მოვლენ შემოწმებაზე და მითხრეს რომ შემდეგი ზამთრისთვის აუცილებლად გამოასწორეო და გამოვასწორებ ბატონო ეგრე ვიზავ. სარემონტო სამუშაოები შეჩერებული მაქვს. ხა სარემონტო სამუშაოები ხმამაღალი ნათქვამია. ჯერ არც ივა და უკვე არც ხელა იმისათვის რომ ვიჩქარო ჩვენ საძინებელში კონდიციონერის ჩამოკიდება. ასევე უნიტაზი მაქვს გამოსაცვლელი, ხო და უნდა გამიკეთო სამჩემმა მეგობარმა, ვისი მეუღლეც არის ჩამოსული და რაღა ეხა მაინც და მაინც ცოლი რო ყავს აქ
მაშინ ვაწვალო, მე იქნება უფრო თავისუფალი და მე გამიკეთოს, მე არ მეჩქარება. უნიტაზიც მაგდა, არც მცივა და არც მცხელა. აი ესეთი ამბებია. რა არის კიდე ახალი ჩვენთან? ვგეგმავთ, რა ვიცი, ამ ჩვენი სტუმრის რძლის აქეთ-იქით გამოსეირნება გვინდა. თბილისში გვინდა წავიდეთ თეატრში, გვინდა გაბრიაძის თეატრში, მარიონეტების თეატრში. მოუხდეთ თუ ბილეთები იქნება. ასევე არ ვიცი, ხალხო, გარდენია შევარდნაძეს კონცერტები რო იმართება ხოლმე, ბილეთებს სადდებენ. ბილეთები ჯიზე? ან მათ საიტზე ალბათ, ხო? გვინდა ასვლა და ბარღამ კონცერტსაც მოვისმენ. თან ეს ძალიან კარგი კონცერტებია ხოლმე. მან სიმართლე რო გითხრათ, არც ერთხელ არ მომისმენია ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ცოცხალი შესრულებით და დიდი სიამოვნებით თუ გამიმართლებს შევიძენდი ბებიის, დედისა და შვილის კონცერტზე ბილეთს და დავესწრებოდი. აი როგორ გითხრათ, ეს მონო გარემო არ არის, მაგრამ მაინც უფრო მყუდროა, ვიდრე ნაკლებ ოფიციალურია გარდენია შევარდნაძის ეზო, ვიდრე დაუშვათ ფილარმონია, ან რა ვიცი, სხვა საკონცერტო დარბაზი. ხო და დიდი სიამოვნებით ასე წავიდოთ. ნახოთ რა და როგორ იქნება. დასკო მუშაობს. მე TikTok-ზე ვცდილობ ვიაქტიურო. ასევე ხო, TikTok-მა ახლა რა მინდოდა მეთქვა კიდე. ლაივში რომ მინდოდა გასვლა ხალხო, რომ დავაანონსე, რომ გავდივარ ონლაინ მაღაზია, არარამ შემომირთით, არ შემიშვა TikTok-მა. რატო არ შემიშვა? ჩემი ბრალია, თურმე უნდა მყოლო და 1000 გამომწერი. რა თქმა უნდა 1000 გამომწერი მე ჯერ არ ამყავს TikTok-ს. ხო და სხვათა შორის ამასთანავ მომივიდა მესიჯი, რომ არ ველოდებით თურმე ამ 1000 გამომწერს, 100 გამომწერს რაოდენობით გადავცდით თურმე და უკვე ლაივში გამიშვებს. ძალიან გამეხარდა. თუ არ მოგვიწევს ლოდინი, ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებ და მათ კი ვინც მელოდა, ვინც ესე იმაშვებოდა, ბალეშიკობდა, ესე ვთქვათ, ყველას დიდი მადლობა და ყველას დიდი ბოდიში, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო TikTok-მა არ შემიშვა და დაპირებული ვერ შევასრულე და შეიძლება ტყუილა გალოდინეთ. პირველ რიგში ეს ეხება თამოკუთხაშვილს. გაიხარე შენ, აი ერთგული ადამიანი, რომ ყველგან და ყველაფერში ერთგულია რა. გაიხარე მართლა ძალიან დიდი პატივისცემა და დიდი მადლობა და მადლიერება შენ და ყველაფერი საუკეთესო შენ შემოკარქო. არა ვიწყდება თამოს გამოწერა, გაზიარება, დალაიქება, აი რადგან მიყურებს საჭიროთაც თulis რომ თან მომეხმაროს. გაიხარე, დიდი მადლობა, მართლა მთელი გულით გლოცავ. ხო და აი ეს არის ჩემთან სიახლეები, აი ეს მინდოდა რომ მეთქვა, კაია რომ არ დამავიწყდა და გამახსენდა. სიახლე რა არის კიდევ სიახლე? ის არის რომ ქალბატონი ქეთი ეგიდუნაშვილია თუ ედგუნაშვილი ჯერ დაშორდა და წუხელის მერე ვნახე რომ არაფერს არ დაშორდა, თურმე ისევ შეერთდა თავის უჩასთან. საერთოდ ვერ გავიგე რა არის, სპექტაკლია, ფსიქიური აშლილობა, ფულის კეთება, რა არის. მართლა ვერ გავიგე რა ხდება. მართლა ვერ გავიგე რა ხდება. მე არ ვუყურებ, მაგრამ აი მე საერთოდ ეგეთი ის არ აქვია. თუ შემთხვევით სკროლვისას შემხვდება, იმასაც რაღაცას ვლაიქებ. რა ვქნა ახლა? ისე თავის ჭიას ალაიქებს მეთქი. ახარებს, იცით? მე კი ძალიან კარგად ვიცი, რომ ის არც კაი მომღერალია და არც კარგი მსახიობი და არც მოუბარი და არც არაფერი, მაგრამ რა ვქნა ახლა? ყველას ჩვენ ჭია გვაქვს. და ღმერთისთვის ყველა ერთი ვართ. ხო მართალი? ნელ-ნელა ტრანსერფინგის რეალობის ტრანსერფინგი ზელანდიის აუდიო წიგნი თავის მაყურებელს იხვეჭს.
თავის მაყურებელს იხვეჭს ძალიან ცოტა ნახვები აქვს, მაგრამ იცით როგორ არის? ახალი მაყურებელი მოყავს. ისეთი მაყურებელი, რომელსაც ჩემი ვლოგები დავუშვათ არ აინტერესებდა, ჩემი კულინარიული შედევრები არ აინტერესებდა. იმითი ვამბობ, რა თქმა უნდა. ირონიით ვამბობ, არ გეგონოთ რომ მე განდიდების მანია მაქვს. ყველაზე მეტად ეგარ მეყვარს ადამიანებში. ნუ ყველაზე მეტად თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე არასაყვარელი თვისებაა ადამიანებში, ჩემთვის. ხო და ეს რა ქვია. ვიღაცას არ აინტერესებდა ის სხვა დანარჩენი რაც მქონდა და აინტერესებს ეს აუდიო წიგნი და მოდის და მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებს თარგმნის პროცესი, იმიტომ რომ მეც ვიმეორებ, განსაკუთრებით პრაქტიკებს ვიხსენებ, ვიმეორებ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ცოდნას კიდევ გაცნობიერება უნდა და გამეორება ხო იცით თქვენ რომ ცოდნის დედაა. და გამეორება ხო იცით რომ აღქმაში გვეხმარება. ხო და ჩემთვისაც კარგია. ისედაც მიყვარს მე ეს ავტორი და ზოგადად ეს თემა მიყვარს. მას ძალიან ბევრი წიგნი აქვს, როცა შორის მე ყველა მაქვს აბსოლუტურად წაკითხული. უახლოესი გამოვიდა 2005 წლის დასაწყისში. ესეც წავიკითხე და მაგამდეც მივალ, მაგასაც აუცილებლად წაგიკითხავთ. ასევე მაგ კატეგორიიდან მე ძალიან მიყვარს ჯო დისპეზა, მიყვარს ჯონ კეხო, მიყვარს ასევე ხოსე სილვა, მიყვარს ასევე ნევილ გოდარდი. ვერ გეტყვით რომ მიყვარს, მაგრამ მე მაგითი დავიწყე ზოგადად მაგ თემით დაინტერესება. ეს არის მირზა კარიმ ნორბეკოვი და სხვათა შორის მირზა კარიმ ნორბეკოვის ფსიქოსომატიკურ ცენტრშიც ვიმუშავე ცოტა ხანი თბილისში. ხო და ჩემო კარგებო, გარდა იმისა, რომ მე ეს რაღაცა ხეირს მაძლევს, იმიტომ რომ მე ვიმეორებ, მე მსიამოვნებს ამ ყველაფრის თქვენთვის გადმოცემა, იმიტომ რომ ეს ისეთი წიგნია, ეს ისეთი თემაა, რომ მისი გავრცელება არის, მე თუ მკითხავს ადამიანი ძალიან დიდი სიკეთე. მართლა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ მოთელვაზე ვართ, ჯერჯერობით აი სამყაროს იმ მოდელს გვაცნობს, თავისეულ მოდელს გვაცნობს, ესე ვთქვათ, თავის შეხედულებას ეს ავტორი, ხოლო შემდგომ უკვე დაიწყებს პრაქტიკებს. განსაკუთრებით პრაქტიკებით თუ დაკავდება ადამიანი, ხო? მუშაობს ეს ყველაფერი იდეალურად. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ და ამისკენ მე ბიძგი მომცა კომენტარმა, რომელშიც თუ გახსოვთ მე ვიდეო ჩავწერე, საპასუხო ვიდეო ჩავწერე, ეს იყო ვიდეო, სადაც მე მომწერეს რომ ფეხზე გადადებული ცხოვრობ, ხო გახსოვთ ეს ვიდეო? და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონს კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჯერ იმიტომ რომ ჩემი მუდმივი მაყურებელია თურმე და მიყურებს და მე ყოველთვის მადლიერი ვარ ჩემი მაყურებლების. მეერთეს ერთი თავისი ალალი შეხედულება რომ გამომიგზავნა და მომწერა მაგისთვის მადლობა და მესამეც ეს ერთი თავის და უნებროთ ისე გამოუვიდა რომ ბიძგი მისცა, აი როგორ გამიწითლა ხელები წიწაკამ, ბიძგი მისცა ჩემი ამ აუდიო წიგნების ჩაწერას. მართლა. და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. თავს ვერ ვაბავდი, სულ მინდოდა, მაგრამ თავს ვერ ვაბავდი და აი მოვაბი თავი და იმ ვიდეოშიც პოზიტიურ აზროვნებაზე და ბედნიერების შეგრძნებაზე ვილაპარაკე, ზოგადად იმისათვის რომ პოზიტივი მოიზიდო და იმისათვის რომ მართლაც ბედნიერი იყო ცხოვრებაში და ყველაფერი გეიოლებოდეს და იოლად მოგდიოდეს, ანუ გარემოც გიწყობდეს ამ ყველაფერში ხელს. და ვიფიქრე რომ აი ესე ერთი სიტყვით თქმას ჯობია რომ მოდით პროფესიონალს, რომელმაც წიგნები გაყიდა, რომლის პრაქტიკაშიც ათასობით ადამიანია, რომელმაც ეს წიგნი და ეს პრაქტიკა გამოიყენა და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, რატო არ უნდა გამოუვიდეთ ეს ჩემ მაყურებლებს, მით უმეტეს რომ მე ვიღაცის ნათქვამს არ ვიმეორებ, მით უმეტეს რომ ეს მე მაქვს გამოცდილი და მე შემიძლია გითხრათ რომ მუშაობს, დიახ ეს ყველაფერი მუშაობს, კი, მართლაც მუშაობს.
და აი კიდე გავმეორდები და ვიტყვი რომ ეს არის აი როგორც ქველმოქმედებაა სიკეთე ვიღაცას თანხა გადაურიცხე ხო აი ისია ეს ქველმოქმედება ვიღაცას რაღაცა ასწავლო ზოგადად აი ვიღაცას დავუშვათ ასწავლო რაღაცა პროფესია ხელობა შეასწავლო ეს ხო ძალიან დიდი სიკეთეა ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს მიეცი ცხოვრებაში ახალი გზა და ყველა სფეროში გამოსადეგი პრაქტიკები და ცოდნა, რომელიც ამ წიგნშია მოცემული, ყველას გამოადგება, მე მგონი, ვინც ამას პრაქტიკულად გააკეთებს. მარტო წაიკითხა, გაატარა და იცის არა, აი ვინც გააკეთებს ამ ყველაფერს, ვისაც არ მობეზრდება და ამისი გაკეთება არ არის რთული, ხალხო, დღეში ხო შეიძლება საკუთარ თავს 5 წუთი დაუთმოთ და საკუთარ ცხოვრებას, თუ ეს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეძლოს. და მე ვთვლი რომ სიკეთეს ვაკეთებ და სიკეთის კეთება ძალიან სასიამოვნო აქტია. მართლა, რაღაცას საკუთარ თავის მნიშვნელობას გრძნობ, ძალიან კარგი რაღაცაა. გამახარდება თუ ამ ყველაფერს გამოიყენებთ. კომენტარები მოდის, რომ მოგწონსო, სიამოვნებსო. ორ-ორჯერაც ვიყურებთ ხოლმეო, უსმენთო, ძალიან კარგი. ორ-ორჯერ კი არ გია, 20-20ჯერ მაქვს წაკითხული და აგერ 200 მეერთად იმაშვები, მე მგონი დარგმნის საერთოდ. აი ასე ჩემო კარგებო. ყოველ დღე შეიძლება არ გამომივიდეს განსაკუთრებით ესეთი კონსერვაციის ის რომ აქვს პერიოდი. მე უფრო რეგულარულს გავხდი ამ ყველაფერს. სხვა შორის კონსერვი არ უნდა გავაკეთო, აჯიკა უნდა გავაკეთო, უბრალოდ უნდა გავატარო, შევასუნელო, შევანიორო და ძმას დავამატებ და დადუღდება და მზად იქნება. ის პირველი პარტია გამომივიდა რაღაც არაჩვეულებრივი, მე არ ვიცი საერთოდ ქილებში ჩასხმა მოუწევს თუ არა თუ ეგრევე შევჭამ. აი ესეთი ძალიან ჩვეულებრივი ესა გვაქვს რა ქვია დღეები გვაქვს მშვიდი წყნარი ჯანმრთელი მადლობა ღმერთს ხო და ხან ვახერხებ გადაღებას ხან ვერ ვახერხებ გადაღებას ხან ვახერხებ თარგმნას ხან ვერ ვახერხებ თარგმნას ხან ისეა ხან ასეა თქვენ როგორ გიკითხოთ მომწერეთ რომ ჩვენцо კონსერვებს და რაღაც ბრაზებს ვაკეთებთო აბა ყოჩახ გამძლეობა ხალხო ზამთარში ყველაფერი გამოსადეგი და ყველაფერი გემრიელია და აი უცნაური რა არის იცით რომ აი ზამთარში სულ ვიძახი რომ უფრო მეტი გამეკეთებინა აი ისიც რატომ არ გავაკეთე ზამთარში აღარ გახსოვს რომ საფულში გეზარებოდა ეს ჩემი გაკრეჭილი ბუბუკა ძალიან მცივანა გახდა სულ ცდილობს რომ რაღაცის ქვეშ შეძროს შეიმალოს შეიფაროს ჯერსერთი აგრილდა და მეოცესეთი აღარაცვია ქურქი არაცვია ქურქი. წავედი ხალხო ახლა მე უნდა ავაჟრიალო ჩემი ხორცაკები მანქანა. რაც უფრო სწრაფად ვიზავ მაგ ყველაფერს მით უფრო ნაკლებ დამეზარება, თორე შეიძლება კიდე გადავდო. აი ეს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, არ ვიცი რამდენად საინტერესო გამოშვება იყო, რამდენად საინტერესო თქვი რამე და არ თქვი არ ვიცი. მაგრამ მე თქვენთან ერთად ყოფნა მიხარია, იმედია თქვენ. თუ არა, გაატარეთ. თუ გიხარიათ, იყავით ჩემთან ერთად. ხან ისე იქნება, ხან ასე. ხო, საკერავი მანქანა შემიკეთა ძალიან კარგი კაცი აღმოჩნდა, აი გვერდზე სოფელში. აქედან ჩანს. ძალიან ახლოს არის ხელის გაწვდან ისე ფეხითაც გადაირებენ, მაგრამ ხა ფეხი მითი ძიმია მაინც საკერავი მანქანა და მანქანით გადავიტანე და მიმასწავლეს დაავტოვე საკერავი მანქანა მეორე დღეს დამირეკა და მითხრა რომ შეგიძლიათ წაიღოთო მე ვთხარი დაგირეკავთ აუცილებლად მოსვლამდე დღეს რაღაცა არ მეცალა მოკლედ და კარგიო თქვენ ზარს დაველოდებიო წავედით მე ჩემი მეგობარი თავისი გერმანიიდან ახლად ჩამოსული მეუღლე წავედით უნდა წამოგვეღო საკერავი მანქანა თან მითხრა რომ უნდა გადავუხადო თუ არ გეძვირებათო 10 ლარიო, ღმერთო მეძვირება კი არა, ისე მეუხერხულა, მეთქი 10 ლარი როგორ უნდა შევთავაზო ადამიანს ის გამიკეთა, საკერავი მანქანა შემიკეთა. მივედით წამოსაღებად და ვაიმეო, რატო არ დამირეკეთო, მითხრა ერთი თხოვნა მაქვს. რა იყო მე ვთხარი, ხო კარგად ახარ. საკერავი მანქანა, ხო კარგად არის მეთქი და კიო, საკერავი მანქანას არაფერი არ უჭირო. აბა მე ვთხარი რაღაცა ეს არა ქვია. Რაღაცა უნდა მოხვიდეთ ხოლმე თქვენ მე თვითონ გადმოგიტანო და რაღაცა უნდა მოხვიდეთ მე ვთქვი ბარე მოვედი. თხოვნა მაქვს მე თქვენთან ჩემი შვილიშვილიო სტუდენტი გახდაო და რაღაცა კაი ძვირიანი შორვალი უყიდიაო დასამოკლებელი მაქვს და თქვენ მანქანასო ძალიან კარგი ისა აქვს ავერლოკივით ზიგზაგი აქვს და
შეგიძლიათ ერთი საღამო დამიტოვოთ და კი გენაცვალე მეუთხარი დაიტოვეთ. მე თვითონ მოგიტანთო ხვალ დილითო და მართლაც მეორე დილით დამირეკა და ჩავედი სადარბაზოსთან მომართვა. მადლობები მიხა და კოხტად ლამაზად შემოუკერეო, გავამზადეო. თბილისში მიდისო სტუდენტი გახდაო წელსაო და ესა რაზე მოვყევი ახლა ეს ისე გაუკვირდა ეს იმას რა ქვია ჩემ გერმანიიდან ჩამოსულ რძალს ისე გაუკვირდა აი ეს მარტო საქართველოში მოხდებაო რა რომ შენ წახვედიო საკერავი მანქანის წამოსაღებათო ხელოსანთან და იმან თქვა დამიტოვე შევკერავ და მოგიტანო და მე ვთხარი აი რას უზავს რა რას დაუშავებს იმ კაცზე უკეთესად შეკეთება იცის და ხა მოხმარება არ იცის გაუკეთებს მე ვთხარი და შარვალს შეშეს და მე ხო არა მაქვს ხა შეკეთები აღებული რომ დავდგე და ერთი ღამე გამიცდა მეთქი ვინერვიულო ვერ ვკერეთ ხო როცა იქნება მომიტანს მე ვთქარ მიდუმეტეს რომ მომართო თითო აი ესეთი უცნაურობა ხდება საქართველოში კიდე რა გაუკვირდა იცით ერთხელ მაშინ ვიყავით სამარშრუტოთ ვიყავით ხაშურში და უკანა გზაზე ვიღაცა მთხოვა გომის სპირტის ქარხანასთან გამიჭერეო სპირტს ვიყიდიო გაუჩერეს ესა გადავიდა იყიდა ვინმე სხვა არ გინდათო კიდე მძღოლმა ნუ კიდე ვიღაცას უნდოდა და უცებ იყიდეს და ხო და ამ გომის სპირტის ქარხანაში რო იყიდა ხალხმა ეს სპირტი და რო ველოდებით ხა ეს გოგო ვერ მიხვდა რომ რატო დავდექითო და მე ვთხარი აი თხოვეს მძღოლს მეთქი რომ სპირტს ვიყიდით სპირტი იყიდება აქ მეთქი ისე გაუკვირდა რომ ესე იგი თხოვესო მძღოლსო და მაღაზიაში გაუჩერა და იქ ხიდულობენ და მე გავაგრძელებთ გზას ეს რა არისო ეგ რა არისო თავის ქმარეობნება ჩემ მეგობარი მასე რა ქვია თბილისიდან მოვდიოდი ერთხელ და პანაშვიდზე შეგვატარაო სადღაცა გზადო იმანო მძღოლმაო სამძიმარი უთხრა ოჯახსო და გააგრძელა გზა ჩვენ რეაქცია არ მქონიაო აი ეს ასეთი უცნაურები და ესენი რა ქვია აუკარგიანი ხალხი ვართ ქართველები მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა აუკარგიანი მართლაც აუკარგიანია ზოგადად ადამიანი არის აუკარგიანი კიდე დამირეკეს მოკლედ არ მომასვენონ რა ხო და იმას ვამბობდი რომ ზოგადად მიყვარს სიტყვა აუკარგიანი და ზოგადად ადამიანები ვართ აუკარგიანები გვაქვს ცუდი მხარეც კარგი მხარეც ადამიანები ვართ და იმიტომ უცოდველი არავინ არ არის პლუსებიც გვაქვს მინუსებიც გვაქვს აი ეს ჩემო კარგებო დიდი მადლობა აბაყოჯაღად იყავით კარგი საღამო კარგი ღამე და შევხვდებით აუცილებლად უახლოეს მომავალში ყოველივე კარგს გისურვებთ